ამერიკა კატასტროფის ზღვარზეა. სოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფო განუხრელად ადგას გადაგვარების, გაუკუმართების და შესაბამისად გაქრობის გზას. ადამიანები, რომლებიც თავიანთი სექსუალური ორიენტაციის წყალობით უბრალოდ ვერ მრავლდებიან, შეერთებულ შტატებში უკვე საგანგაშო ზღვარს გადასცდნენ. 2025 წელი ამერიკელების გადაგვარების სტატისტიკაში რეკორდული აღმოჩნდა. ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტი გელაპი 12 წელია მთელი ქვეყნის, ანუ ყველა შტატის მასშტაბით იკვლევს თუ რამდენი ზრდასრული ადამიანია შეერთებულ შტატებში, რომელიც თავს LGBT საზოგადოებას მიაკუთვნებს. ანუ არ თვლის თავს ჰეტეროსექსუალად და მიაჩნია, რომ არის ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი. აგენდერებზე, ბიგენდერებზე და ავიაგენდერებზე აღარაფერს ვამბობ. ესენიც, რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკაში ხვდებიან. მოკლედ 2025 წელს დასრულებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზრდასრული ამერიკელების თითქმის 10% საკუთარ თავს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლად მიიჩნევს. თითქმის იმიტომ, რომ ჯერ მთლად 10% არაა, ცოტა უკლია, ჯერ 9.3%-ია. არადა 1 წლის წინ 2023 წლის ბოლოს ამერიკელთა მხოლოდ 7.6% მიაკუთვნებდა თავს LGBT საზოგადოებას. გამოდის, რომ სულ რაღაც 1 წელიწადში გარყვნილებისა და გადაგვარებულობის ხარისხი თითქმის 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება თავად კვლევას, მის სანდოობას ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში ეჭქვეშ არავინ აყენებს. ამ გამოკითხვას გელაპი მთელი გასული წლის განმავლობაში ატარებდა. 50-ვე შტატში 14,000 ზრდასრული ამერიკელი გამოიკითხა და მათგან 900-მა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. შემდეგ ეს მონაცემი შეადარეს ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებლებს და ასე მიიღეს გარყვნილების ყველაზე დიდი პროცენტი ამერიკის ისტორიაში. და როგორ ფიქრობთ, რომელ ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა გადაგვარებულობის მაჩვენებელი? ისევ და ისევ ეგრეთ წოდებული გენზითაობაში, რომელიც თუ შარშან მხოლოდ 20%-იანი LGBT მიდრეკილებით გამოირჩეოდა, ყველა სხვა თაობისგან წელს უკვე 23%-მდე გაიზარდა. ანუ გამოდის, რომ 17-დან 27 წლამდე ამერიკელების მეოთხედი თვლის, რომ ან ჰომოსექსუალია, ან ლესბოსელი, ან ტრანსგენდერი, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ბისექსუალები ხვდებიან. ცნობისათვის ბისექსუალები ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ორივე სქესის პარტნიორი იზიდავს. ამ კატეგორიას თავად LGBT საზოგადოებაში წარსცემენ პატივს. რადგან თვლიან, რომ ბისექსუალები უბრალოდ სექსუალური მრავალფეროვნების ძიებაში არიან და მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, ჰომოსექსუალები და ლესბოსელები მათ გარყვნილ მოღალატეებს უწოდებენ და ცალკე გენდერად მოხსენიების უფლების მქონე ადამიანებად არ მიიჩნევენ. თუმცა ვისაც არ უნდა აკიცხავდნენ LGBT თემის შიგნით, კაცობრიობის ჯამთელმა უმრავლესობამ იცის, რომ ყველაფერი, რაც ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მიღმაა, არის გარყვნილება და გაუკუღმართებული ცხოვრების წესი. საინტერესოა, რომ გარყვნილების პიკური მაჩვენებლები ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პირველ და ბოლო წელს ემთხვევა. მაგალითად, 2021 წელს ზრდასრული ამერიკელების 7%-მა გამოაცხადა, რომ LGBT თემის წევრია. ეს კი 5.6%-ით მეტი იყო, ვიდრე 2020 წელს. თუ ვინმეს ეცოტავება, უბრალოდ შევახსენებ, რომ ამერიკა 300 მილიონიანი ქვეყანაა, ხოლო მისი 5.6% 17 მილიონია. 17 მილიონი LGBT ადამიანი ერთ წელიწადში. აი რატომაა მსოფლიოს ერთდროს ყველაზე ძლიერი ქვეყანა კატასტროფის წინაშე. LGBT პროპაგანდა ფსევდოლიბერალურ დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს. ცვლის ტრადიციულ ურთიერთობებს, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის დამოკიდებულებებს, აღქმებს, რაც ჯანსაღი მოსახლეობის გადაგვარებისა და ოჯახური ფასეულობების შთანთქმის საშიშროებასაც წარმოშობს. სამყაროში ფსევდოლიბერალური და LGBT პროპაგანდისტული მანქანა დიდი ხანია, რაც მზადყოფნაშია მოსული. ამ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის PR კამპანია არაერთგვაროვანია, თუმცა მამნებლური იდეოლოგია იდენტური. დღეს ფსევდოლიბერალური შიზოფრენიის გავლენის ქვეშ ყველაზე დაუცველი ფენა ბავშვები და მოზარდები არიან მოქცეულნი. მხატვრული და ანიმაციური ფილმები, კომპიუტერული თამაშები, სატელევიზიო შოუები, სპორტი, გეი პრაიდები, სხვადასხვა სფეროსა თუ საინფორმაციო წყაროებში ფაქტობრივად შექმნილია სატყუარა, რომ ესაა ახალი საოცარი სამყარო და სქესის შეცვლით ამ ბრჭყვიალა ფერადი განზომილების სრულფასოვანი წევრი შეგიძლია თურმე შენც გახდე.
ეს პროპაგანდისტული მანქანა კი მიმართულია იმისკენ, რომ დაამტკიცონ, რომ თურმე ყველა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემა კანონზომიერებით ბოძებულ თანდაყოლილ სქესშია და მისი ვითომ გადაკეთებით ყველაფერი მოგვარდება. თუმცა დაფიქრდით, რას ეწირებიან და რას იღებენ სამომავლოდ ეს ახალგაზრდები. სქესის გადაკეთების манипуляციებით დასახიჩრებულ სხეულს, ფსიქიკურ აშლილობას, სუიციდის მცდელობისა და მენტალური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. გარდა ამისა, ხანგრძლივი ჰორმონოთერაპია და ქირურგიული ჩარევები ორგანიზმის ბუნებრივ დაბერებასთან ერთად დამატებით პრობლემებს წარმოშობს. ასევე ამ სქესდამახინჯებული ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 40 წელია. თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია წლების განმავლობაში იდგამდა ფეხს და ამ ვითომ ბრჭყვიალა საზოგადოების ჩამოყალიბებას ლამობდა, გარკვეულწილად მიზანს მაინც მიაღწია. ამერიკაში დემოგრაფიული ტრანსფორმაციის საშიშროება დადგა. შეერთებულ შტატებში ახალი და საგანგაშო კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ცხადყოფს, რომ ქვეყანაში LGBT ადამიანების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. უმსხვილესი და ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის გელაპის 2025 წელს გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გამოკითხული ყოველი 10 ამერიკელიდან ერთი საკუთარ თავს LGBT საზოგადოებასთან აიდენტიფიცირებს. გელაპის მოხსენების თანახმად ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების და სხვადასხვა სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ციფრებზე აისახა. მაშინ, როდესაც 2023 წელს გამოკითხული მოსახლეობის 7.6% საკუთარ თავს LGBT თემის წარმომადგენლად მიიჩნევდა, 2024 წელს ამ რაოდენობამ 9.3%-ს მიაღწია. სულ რაღაც ერთ წელიწადში გარყვნილებისა და გადაგვარებულობის ხარისხი ქვეყანაში თითქმის 2%-ით გაიზარდა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში LGBT იდენტობა უფრო ხშირია ვიდრე წინა თაობებში და ეს ტენდენცია სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება. არ მეგონა, რომ თითქმის 100%-იან მაჩვენებელს ასე სწრაფად მივაღწევდით, თუმცა ბევრი არც არაფერი დარჩა. ვფიქრობ, ამ მაჩვენებელსაც სულ რამდენიმე წელიწადში მივაღწევთ. თუმცა ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს მოხდებოდა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ჩვენ საკმაოდ სწრაფად მივუახლოვდით 1-დან 10%-იან მაჩვენებელს, რაც საკმაოდ დიდი ნახტომია. 50-ვე შტატში 14,000-ზე მეტი ზრდასრული ამერიკელი გამოიკითხა და მათგან 900-მა განაცხადა, რომ LGBT თემის წარმომადგენელია. შემდეგ ეს მონაცემები ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შეადარეს და ასე მიიღეს გარყვნილების ყველაზე დიდი პროცენტი ამერიკის ისტორიაში. როგორც გამოიკვეთა, LGBT ამერიკელების პროცენტული მაჩვენებელი მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში უფრო დაბალია, რასაც ვერ ვიტყვით ეგრეთ წოდებულ ჯენზი თაობაზე. სწორედ 1997-დან 2006 წლამდე დაბადებული ახალგაზრდების დამსახურებაა ქვეყნის გარყვნილების რელსებზე გადაბარგება. თუ ამ ახალგაზრდების რაოდენობა შარშან ყველა სხვა თაობისგან მხოლოდ 20%-იანი LGBT მიდრეკილებით გამოირჩეოდა, წელს თითქმის მეოთხედით, ანუ 23%-მდე გაიზარდა. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის კი ყველაზე ხშირად მაინც ბისექსუალები გვხვდებიან. ამ სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს შორის უფრო მეტი ქალია ვიდრე მამაკაცი. გამოკითხვის მიხედვით 2024 წელს შეჯამებული 900-ზე მეტი LGBT პირიდან 56% ბისექსუალია, 21% გეი, 15% ლესბოსელი, 14% ტრანსგენდერი, ხოლო 6% სხვადასხვა იდენტობას მიაკუთვნებს თავს. ეს მონაცემები ჯამში 100%-ს აჭარბებს, რადგან რესპონდენტებს ერთზე მეტი LGBT იდენტობის მითითების შესაძლებლობა ჰქონდათ. გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ ქალები, დემოკრატები და ქალაქის მაცხოვრებლები სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებად უფრო ხშირად გვევლინებიან, ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლები, რესპუბლიკელები ან სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. კვლევითმა ინსტიტუტმა გელაპმა ქვეყანაში LGBT პირების რაოდენობის გამოსავლენად მსგავსი ტიპის გამოკითხვები მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 წლის წინ დაიწყო. 2012 წელს პირველადი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ LGBT საზოგადოებას საკუთარ თავს რესპონდენტთა მხოლოდ 3.5% მიაკუთვნებდა. ბოლო 12 წლის განმავლობაში სექსუალურ უმცირესობათა რაოდენობა თითქმის გასამაგდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში. კვლევით ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე საზოგადოებაში LGBT თემთა
თან იდენტიფიკაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ მომავალშიც გაიზრდება. თუ კვლევითი ინსტიტუტის წინამდებარე ანგარიშებს გადავხედავთ, გრაფიკული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ამ გარყვნილების ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პირველ წლებს ემთხვევა. სწორედ 2021 წელს ქვეყანას LGBT ლობისტი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც გარყვნილების ტირაჟირებას და პროპაგანდის წახალისებას ფრთები შეასხა. გელაპმა ზუსტად ამ წელს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელიც ცხადყოფდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა, რომელიც საკუთარ თავს LGBT საზოგადოების წევრად მიიჩნევდა, პირველ რეკორდულ მაჩვენებელს 7.1%-ს მიაღწია და ეს მაშინ, როდესაც 2020 წელს ეს რაოდენობა 5.6% იყო. დიახ, სწორედ ამ წლებიდან დაიწყო ქვეყანაში საზოგადოების გადაგვარება. ანალიტიკური კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის უფროსი იურიდიული მკვლევარი სარა პარშალ-პერი მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები დროის ერთგვარი ანარეკლია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სქესსა და გენდერთან დაკავშირებულ პოლიტიკას უკავშირდება. თუმცა მისი თქმით, ეს ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის დროს განსაკუთრებით არასრულწლოვანებისათვის განკუთვნილი ტრანსგენდერული სამედიცინო პროცედურების რეგულაციის გამო ამ საკითხზე მკაცრი ზომები გატარდება. არ გამკვირვებია, რომ ყველაზე ხშირად LGBT საზოგადოებასთან საკუთარ თავს ზუსტად ჯენზი თაობა აიდენტიფიცირებს. ეს თაობა ახლა იმყოფება რეალობასა და კულტურულ კონფორმიზმს შორის ბრძოლის შუაგულში. სწორედ ამიტომ ფიქსირდება ასეთი მაღალი ზრდის მაჩვენებელი ამასაკობრივ ჯგუფში. ძალიან მაინტერესებს, როგორ იქნება ეს მონაცემები 4 წლის შემდეგ, როდესაც ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი გატარდება და პრაქტიკაში ამოქმედდება. არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ გაუმკლავდება ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. თუმცა ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღვირახსნილობის უფსკრულისკენ უსწრაფესი ტემპით მიექანება, რასაც თავად კვლევის ავტორებიც არ ელოდნენ. გელაპმა თავისი სოციოლოგიით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი გამოიკვლია. კერძოდ მან დაადგინა, თუ როგორ განსხვავდება LGBT იდენტიფიკაცია პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით. გაირკვა, რომ დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერთა 14% საკუთარ თავს LGBT საზოგადოების წევრად მიიჩნევს, რესპუბლიკელების კი მხოლოდ 3%. ამიტომ ამერიკელმა დემოკრატებმა შეძლეს და ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს. მისი მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენეს, რადგან თავიანთი გარყვნილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგია უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდების ტვინებში ჩატენეს. აი შეძლებს თუ არა ტრამპი ქვეყნის ამ დამღუპელი ტრაექტორიის შეცვლას, ეს უკვე მომავალი წლის კვლევებში გამოჩნდება. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. მხოლოდ ზოგადი ტრაექტორიის შეცვლა ალბათ საკმარისი არ იქნება. ტრაექტორია უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდების აზროვნებას უნდა შეეცვალოს. სხვაგვარად შეერთებული შტატების მომავალი ისევ ძალიან ბუნდოვანი დარჩება. დროებით.